სპეციალობით ვარ სწავლული აგრონომი. ვარდებთან არაფერი შეხება არ მქონია ჩემი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ დავიწყე ქარხანაში მუშაობა დეკორატორად. ვეძებდი ლიტერატურას, მაშინ არ იყო არც ინტერნეტი ჩემთვის მისაწვდომი, არც რაიმე ლიტერატურა და ვეძებდი საქალაქო ბიბლიოთეკაში რაიმე მასალა მომეპოვებინა ვარდების გამრავლებაზე. დავიწყე და მერე დავიწყე დარგვა, გაშენება კალმებს შევივლობდი და ვრგავდი კალმებს. პირველად რომ დავრგე ვარდები, კოკოლები გავუკეთე, ისე რომ ვიფიქრე, მოდი ვენახი რომ მრავლდება, ვასი რომ მრავლდება, ისე გამრავლდება თქო. დამილპა ყველა ეს კალამი და მე თვითონ პრაქტიკა მიჩვენა რომ ვარდის კალამი 3 კვირტით ალმაცერად გამეშვა მიწაში ჩრდილიან ადგილზე 1 კვირტი დამეტოვებინა ზევით. ქვედა კვირტის ბოლოში ვჭრიდი ირიბად და ზევით ვჭრიდი სწორად. მივიღე 100%-იანი დაკალმების შედეგი. ქალაქში ვცხოვრობდი, პენსიაში რომ გავედი, რაღაცით ხომ უნდა მესაზრდებინა ჩემი თავი და რაღაც საქმე ხომ უნდა გამომეჩინა. დედამ აცხონოს, დედა ჩემი სული ღმერთმა მირჩია, წადი სოფელში შეიძინე სოფელი და მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ იგრძნობ, ისე გაატარებ დროსო და მართლაც დავიწყებ თანხის გროვება. საპენსიო საქმე რომ მომიწია და 1 წელიწადში შევაგროვე აი ამ ეზოს და სახლის საყიდელი თანხა. ეს იყო 2019 წელში და დაიწყო ჩემი ვარდებთან ურთიერთობა და კი ხედავთ ახლა რამდენი ვარდები მაქვს. ვამრავლებ, ვჩუქნი ყველას და ვყიდი. არა დასამალი რომ ვყიდი, რა ვქნა, არსებობა ხომ მინდა. თან მიხარია ჩემი ცხოვრება, ყოველი დილა იწყება ინტერესიანად და ყოველი გაშლილი ბუტონი ჩემთვის დიდი სიხარულია. ვცდილობ შევიძინო ახალი ჯიშები, გავამრავლო და ის მივაწოდო ვარდის მოყვარულებს. ესაა ჩემი მიზანი. ძალიან ბევრი ვარდები მაქვს. რას მოითხოვს და მზრუნველობას, ისე როგორც პატარა ბავშვი ჭირდება, არ უნდა გამეპაროს ჟავლაქიანობა, არ უნდა გამეპაროს ნაცარი, არ უნდა გამეპაროს ბუგრები, რომლებიც იღებენ საზრდოს ვარდიდან, არ უნდა გამეპაროს, აი ვერაფერი ვერ უშველე, აი ამ წითელ ქუდას. აქვს ქლოროზი, ქლოროფილის მარცვლები მზეზე ვერ მუშაობენ და სიმწვანე ეკარგებ. ეს არის ვარდის სიყვითლე. რკინის ხელატი ვიყიდი ახლა 10 დღის წინ და ვნახოთ, იქნებ გადავარჩინო. აი ეს ლეონარდო და ვინჩის ყვითელი იყო და ეს გადავარჩინე, უკვე მწვანე ფერი აქვს. და რა ვიცი, ესე თუ არ მიხედე, გაფუჭდება. და მორწყვარაც მთავარია და გამოყვება. შემოდგომაზე ძალიან კარგია, ვისაც ვარდები აქვს, ხის ნაცარი. გამომქონდა ღუმელის გამოსუფთავებისას და ვაყრიდი ესე ხის ნაცარს. მე ძალიან კარგია აზოტი, ფოსფორი, კალიუმი არის სპეციალური სასუქი, რომელსაც ვყიდულობ ხოლმე, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით და ესე ვაბნევ. მეტი არაფერი არ მიმიცია, ახლა ვაყენებ ჭინჭლის ნაყენს, ერთ ვედროზე, დაახლოებით 1 კილოგრამი მოჭრილი ჭინჭარი, ცოტას ვამატებ ხის ნაცარს და ვამატებ ქათმის კლინს ცოტას. 10 დღე ვადუღებ ამას და მერე 10 დღის მერე ეს ნაყენი 1 ლიტრა იხსნება 10 ლიტრ წყალში და ვაძლევ ძირებში წვიმიან ამინდში. ძალიან ცუდი სუნი აქვს და ვერიდები რომ მეზობლები არ შევაწუხო წვიმიან ამინდში და ეს ძალიან კარგად უხდება ჩემ ვარდებს. სათხარობე შენი ვარდები? ყველგან. გუშინ გარდაბანში წავიდა 1 მანქანა ჩემი ვარდების ნერგები. გოგოები მოვიდნენ გუშინ ბაღის თანამშრომლები და წაიღეს. ასე რომ მეც მიხარია და სხვებსაც უხარია ჩემი ვარდებით. ძალიან ბევრი მაქვს გაჩუქებული და აი ეს ვარდი მაჩუქა წიქარიშვილმა გიორგიმ, რომ შევხედავ. მადლობას უძღვნი 1000 ჯერ.